როგორ უნდა გათავისუფლდეს დედაქალაქის საცობებისგან ამ თემაზე დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, როგორც საკრებულოს უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, ხდომაზე მიწვეული იყო თბილისის მერის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, თუმცა მის ნაცვლად ხდომაზე მისი მოადგილე გამოცხადდა. ხდომას თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ესწრებოდა ხდომის მონაწილეები დაინტერესდნენ თუ როგორ აპირებს თბილისის მერია ქალაქში ბოლო პერიოდში წარმოქმნილი სატრანსპორტო ეგრეთ წოდებული საცობების მოგვარებას ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილის განაცხადებით მთავრობა მუშაობს განვითარების გეგმაზე. დავით ნარმანიას ჩვენ მოუწოდეთ, რომ 2015 წლიდან მინიმუმ 2 სატრანსპორტო კვანძი ყველაზე მძიმე და რთული თუნდაც თქვა გირთა მოედის სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგებაზე ეზრუნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, როგორც აღმოჩნდა, ისინი არ აპირებენ საერთოდ არაფრის გაკეთებას ამ მიმართულებით და ჩვენი შეხედულებები და შთაბეჭდილებები რაც ჰქონდა, როგორც ჩანს, კიდევ მცირე იყო, საქმე კიდევ უფრო უარესად გვაქვს. არაფერი არ იგეგმება ამ მიმართულებით, აბსოლუტურად არაფერი არ იგეგმება და რეალურად ერთი პასუხი არის მათი მხრიდან, რომ ველოდებით გენერალური განვითარების გეგმაზე. ზოგადად საცობებისგან განტვირთვის მიზნით ყოველი ახალი გზა თუ ესტაკადა თუ სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა რა თქმა უნდა დადებით შედეგს გამოიღებს. აღნიშნული თემები აუცილებლად იქნება განხილული ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პერიოდში და შემდგომში მოხდება ამ სატრანსპორტო კვანძების რა თქმა უნდა დაპროექტირება და შემდგომში განხორციელდება სამუშაოები. რაც შეეხება დამატებით კიდევ სხვა ღონისძიებებს იგეგმება შუქნიშნების მართვის ცენტრთან მიერთება, რომელიც პროექტის წელსაც მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება.